საღამოშვიდობის ბრძოლა თვითმმართველობებისთვის და თბილისისათვის არჩევნებამდე 6 დღით ადრე ტრადიციულად პირველ არხზე ჩვენ თბილისის მერობის კვალიფიციურ კანდიდატებს შორის დებატებს გთავაზობთ, რომელიც ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო USAID, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდ IFS-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია. დღეს კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მერობის მსურველები საკუთარ დაპირებებს და ხედვას წარმოგიდგენენ, რას გეტყვიან ისინი თქვენ და რას ეტყვიან ერთმანეთს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი დღევანდელი დებატების შემდეგ ვინ უკეთ შეძლებს მოსახლეობის დარწმუნებას და შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ვნახოთ ვინ დარჩება დღეს გამარჯვებული და დაემთხვევა თუ არა დღევანდელი შედეგები 15 ივნისის შედეგებს. რამდენიმე წუთში თქვენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დასახელებულ მერობის 3 კანდიდატს მოусმენთ, რომელთაც მე ახლა იმ რიგითობის მიხედვით დავასახელებ, რაც მათ 1 საათის წინ წილისყრით განესაზღვრათ. ნომერი 1 ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ნომერი 2 დავით ნარმანია, კოალიცია ქართული ოცნება. ნომერი 3 დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნინო ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიცია. დებატები წინასწარ შეთანხმებული წესების მიხედვით წარიმართება, რომელიც საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის ექსპერტებთან ერთად ერთობლივად შემუშავდა თითოეული კანდიდატის შესავალი სიტყვის კითხვა-პასუხის რაუნდისა და დასკვნითი გამოსვლების რიგითობაც წილისყრის შედეგად განისაზღვრა და მის მიხედვით მონაცვლეობს. დღეს კანდიდატებს მისასალმებელი სიტყვისათვის აქვთ 2 წუთი, ჩემს მიერ დასმულ 4 შეკითხვაზე კი, რომელიც მათთვისაც და ჩემთვისაც გადაცემამდე 24 საათით ადრე იყო ცნობილი, პასუხის გასაცემად 3 წუთი ექნებათ. ამ რაუნდის შემდეგ კანდიდატებს შეუძლიათ თითო შეკითხვა მათთვის სასურველ მონაწილეს დაუსვან, რისთვისაც 1 წუთი ეძლებათ, ხოლო პასუხებისთვის კი განსაზღვრულია 2 წუთი. მერობის კანდიდატებს დღევანდელ დებატებზე თითო დამატებით შეკითხვას მათი გამოსვლებიდან გამომდინარე მეც დაუსვავ, რომელზეც პასუხისათვის მათ ასევე 2 წუთი ექნებათ. ყოველ შეკითხვაზე იცვლება პასუხის გაცემის რიგითობა წილისყრაზე მინიჭებული ნომრის მიხედვით და ყველა კანდიდატს მიეცემა საშუალება იყოს პირველი ამა თუ იმ პასუხის დროს. და ბოლოს მერობის კანდიდატებს დამატებით კიდევ 2 წუთი დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვისთვის ექნებათ. დროის ათვლა მოხდება ეგრეთ წოდებულ წამზომზე, რომელიც კანდიდატებს მიანიშნებს, რომ პასუხისათვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე 10 წამი რჩება, შემდეგ კი გაიჟღერებს დასრულების სიგნალი და მოპასუხეს მიკროფონი გაეთიშება. მე კი კითხვაზე საპასუხოდ უკვე შემდეგ კანდიდატს მოვიწვევ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატმა მოპასუხეს შეაწყვეტინა, მას მოაკლდება დაკარგული დრო და ეს დრო დაემატება მოპასუხეს. აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო დებატებისთვის კითხვების შერჩევა მოხდა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ. საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგად ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან დასახელებული ყველაზე აქტუალური თემებისა და მედია საშუალებების მიერ გამოგზავნილი შეკითხვების საფუძველზე. ახლა კი მე ვუბრუნდები დებატების მონაწილეებს და ვიწყებთ მისასალმებელ გამოსვლებს. ბატონებო, მოგესალმებით და დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან დებატებში ჩემი აზრით მონაწილეობას. თქვენ ახლა გაქვთ საშუალება, რომ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს აქვს 2 წუთი და შესავალი სიტყვის უფლება წილისყრის შედეგად განსაზღვრული რიგითობის მიხედვით ეს იქნება რა აუცილებლად დაცული და წილისყრის შედეგად განსაზღვრულ ნომერ 1, ანუ რიგით 1 კანდიდატს ექნება და ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია. ნიკა, თქვენ ამისთვის როგორც იცით უკვე 2 წუთი გაქვთ და შეგიძლიათ დაიწყოთ. დიდი მადლობა. მივესალმებით სრულიად საქართველოს, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო თბილისელებო. დღეიდან საარჩევნო კამპანიის დასკვნითი საბოლოო კვირა დაიწყო. 5 დღეში ჩვენ ყველანი ერთად გავალთ არჩევნებზე. არჩევნებზე, სადაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი თბილისელების და ქალაქ თბილისისა. არჩევნები, რომელმაც 3 წლის განმავლობაში უნდა განსაზღვროს, თუ როგორი იქნება ამ ქალაქში მცხოვრებთა ბედი და როგორი ქალაქი გვექნება 3 წლის თავზე. არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მწარე მაგალითი 2 წლის თავზე, რომ ყველა სხვა დანარჩენ ქალაქებში შეჩერდა ძალიან ბევრი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის არჩევნები, სადაც უნდა მოხდეს ხმის მიცემა კონკრეტული პროგრამის სასარგებლოდ. არჩევნები, სადაც უნდა მოხდეს ხმის მიცემა არა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ, არამედ იმ უნარჩვენებებიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ კანდიდატს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამდებობა არის მერის თანამდებობა, ვინაიდან ის არის არჩევითი თანამდებობა, მაგრამ გააჩნია ვინ როგორ უყურებს პოლიტიკას. ჩემი გულწრფელი სურვილია პოლიტიკა დავინახოთ ისე, როგორც დღეს თბილისელებს ჭირდება, როგორც არასოდეს. პოლიტიკა არა ურთიერთდაპირისპირების, ქიშპობისა და კინკლაობის სახით,
არამედ პოლიტიკა დასაქმების, პოლიტიკა ინფრასტრუქტურული განვითარების, პოლიტიკა ჯანსაღი ცხოვრების წესის დადგენის და დამკვიდრების ქალაქში, პოლიტიკა სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეჩერებული პროექტების განხორციელების, პოლიტიკა მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსსა და მეტროში მგზავრობის გაიაფების, პოლიტიკა თბილისში ვეტერანებისათვის ბევრად ღირსეული პირობების შექმნისათვის, პოლიტიკა სტუდენტებისათვის მეტი სტიმულის მისაცემად, პოლიტიკა სოციალურ დაუცველებისათვის ღირსეული პირობების შექმნისათვის. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები, რამე თუ 15 ივნისს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების კანდიდატის სასარგებლოდ, არამედ ეს არის ზეპარტიული არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს თუ როგორ განვითარდება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქის ბედი და როგორი იქნება სხვადასხვა პროცესები ამ ქალაქის 3 წლის თავზე. დიდი მადლობა ბატონო ნიკა, თქვენ უკვე თქვენი შესავალი სიტყვისთვის განკუთვნილი დრო გამოიყენეთ 2 წუთი. შემდეგი იქნება ბატონი დავით ნარმანია, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი. ბატონო დავით, გთხოვთ დაიწყოთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლებს. თითეული თქვენთაგანი, ვინც 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, ისტორიული არჩევანის მონაწილეები ხდებით. დიახ, ეს მართლაც ისტორიული არჩევანია, ვინაიდან ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის უპრეცედენტო რეფორმა განვახორციელეთ და დავიწყეთ რეფორმირების პროცესი, როცა პირველად დედაქალაქში 50%-იანი ბარიერით ირჩევა მერი, როცა რეგიონებში პრაქტიკულად არსად არასდროს არ არსებობდა საარჩევნო ბარიერი და ასევე 50%-ით პირდაპირი წესით ირჩევა გამგებლები და მერები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები. ჩვენ დავიწყეთ ის, რომ არჩევნები მართლაც დემოკრატიული ფორმით ტარდებოდა. წინა არჩევნებზე მაგ საუბარი და მომდევნო არჩევნებიც, კართულმდგარი არჩევნებიც ასეთივე ფორმით ჩატარდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია თითეული თქვენთაგანის თანამონაწილეობა. მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი პროგრამის მიხედვით ჩვენ დედაქალაქს რეალურად ვაქცევთ მიმზიდველ და კომფორტულ გარემოდ თითეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. ჩვენი მიზანია თბილისელებმა იცხოვრონ კარგად ავამაღლოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონე და ჩვენი დედაქალაქი ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად. ამისთვის ჩვენ შევისწავლეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, 5 კონტინენტის 30 ქვეყნის დედაქალაქზე მეტის გამოცდილება ვნახეთ, როგორ განვითარდნენ ისინი, რა იყო ძირითადი გამოწვევები, რა იყო ძირითადი პრინციპები და როგორ მიაღწიეს განვითარების დონეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის განვითარებისთვის ჩვენ დედაქალაქის ბიუჯეტიდან ვდებთ 100 მილიონ ლარს, რომელიც ეკონომიკური განვითარების, სოციალური კეთილდღეობის ამაღლების და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების და კომპლექსური ღონისძიებების განხორციელების შედეგად მართლაც გახდება უკეთესი საცხოვრებლად, უფრო მიმზიდველი და უფრო მნიშვნელოვანი თითეული თანამოქმედება. დიდი მადლობა ბატონო დავით, თქვენი დრო წამოიწურა და შემდეგი კანდიდატი, მერობის კანდიდატი, რომელიც უკვე თავის დროს 2 წუთს გამოიყენებს, იქნება დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციიდან. გთხოვთ ბატონო დიმიტრი, დაიწყეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა მადლობა მოვახსენო საზოგადოებრივ მაუწყებელს, მინდა მივესალმო ჩვენ გვიწყერის, ჩვენ გვისმენს. მე მინდა იცოდეს ჩემმა ამომრჩეველმა, რომ ჩემი არჩევის შემდეგ ჩვენი თბილისი, ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი საზოგადოება იგრძნობს თუ რა არის მზრუნველი ხელი, თუ რა არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანი და ოჯახი. ჩვენი ამომრჩეველი იგრძნობს თუ რა არის პასუხისმგებლობა 800 მილიონიანი ბიუჯეტის ხარჯვის მართლზომიერებაზე. ჩვენი ამომრჩეველი იგრძნობს თუ როგორ უნდა დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი თვითმმართველობის დონეზე. ჩვენი ამომრჩეველი იგრძნობს და შეიცნობს და თავად დარწმუნდება იმაში, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კონკურენტუნარიანი გარემო თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, რომელიც საკუთარი ძალაუფლების ტყვეობაში აღმოჩნდა. ჩვენ და მე პირადად, როგორც მომავალი მერი, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ჩავატარებ რევიზიონისტულ პოლიტიკას. მექნება პასუხი ყველაფერზე, თუ როგორ იხარჯებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში თანხები თბილისის ბიუჯეტიდან. როგორ ხმარდებოდა ეს თანხები ერთი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს. როგორ ხდებოდა ფსევდო დასაქმების პრობლემა, საკითხი. როგორ ხდებოდა და როგორ წყდებოდა იგივე კოოპერატიული ბინადმშენებლობებით დაზარალებული ადამიანებისთვის თანხების
მითვისება პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და შემდგომში ამ დანაპირების არახსრულება. Როგორ ხდებოდა აღძრული საქმეების თაროებზე შემოდება და შემდგომში სრულ დაპირებების გაცემა. მე ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში აუცილებლად მოვაწესრიგებთ ქვეყანას, აუცილებლად მოვაწესრიგებთ ქალაქს, აუცილებლად მოწესრიგდება თითოეული უბნის ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს და თითოეულ ჩვენ ამომრჩეველს აწუხებს. დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი, თქვენ დროზე ადრე დაასრულეთ ეს შესავალი სიტყვა. ნახლა ჩვენ უკვე გადავდივართ შეკითხვების ნაწილზე, როგორც თქვენ მოგეხსენებათ, მე დღეს დავსვავ 4 შეკითხვას, რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია, 24 საათით ადრე თქვენთვის ეს კითხვები ცნობილი იყო და ჩვენი წესების თანახმად, დადგენილი წესების თანახმად, პირველი, ვინც პირველ შეკითხვას უპასუხებს, იქნება რიგითობით მიერ განსაზღვრული მეორე კანდიდატი, ანუ ამ შემთხვევაში ბატონი დავით ნარმანია. ბატონ დავით, ყურადღებით მომისმინეთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა უკვე 3 წუთი გაქვთ იმისთვის, რომ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხოთ. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული ყველა კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობა მთავარ პრობლემად ასახელებს უმუშევრობას. თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორ აპირებთ დედაქალაქში ამ პრობლემის მოგვარებას და გადაჭრას, როგორ მოიზიდავთ ინვესტორებს და თქვენი გეგმის მიხედვით რამდენი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობთ და რა პერიოდის განმავლობაში? დაიწყეთ. რასაკვირველია, უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა და ყველა კვლევა სწორედ ამას აჩვენებს. უმუშევრობა რეალურად ჩვენი მთავარი კონკურენტი და აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი საგანი და ობიექტი, რა თქმა უნდა, უმუშევრობის მაჩვენებლების შემცირება. დედაქალაქის მერიას თავის არსენალში არ აქვს დიდი ბერკეტები და ინსტრუმენტები უმუშევრობის შესამცირებლად, მაგრამ ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ 4 მთავარი მიმართულებით, რათა დედაქალაქში არსებული უმუშევრობის მაჩვენებელი შევამციროთ და ადამიანების დასაქმებას შეუწყოთ ხელი. პირველ რიგში ჩვენ გავაკეთებთ დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმას, სადაც ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იქნება. უკვე მზად გვაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის და თბილისის რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ქცევის თაობაზე კონკრეტული პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად შეიქმნა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩვენ დაახლოებით 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ ამ პროგრამის განსახორციელებლად. ეს პროგრამა კონკრეტულად ხელშეუწყობს თბილისის განვითარებას რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად და დამყარებული იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებულ მეთოდოლოგიაზე, ინსტრუმენტებზე, როგორ გამოიყენეს ამ ქვეყნებმა ფინანსური ინსტრუმენტები, რათა დამატებითი სამუშაო ადგილები შეექმნათ. ჩვენ გავზრდით დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული დაფინანსების ფარგლებში და ამით მეტ ისეთ პროექტს და პროგრამას დავაფინანსებთ, სადაც მეტი სამუშაო ადგილების დასაქმების შესაძლებლობა იქნება. მესამე, ჩვენ გვაქვს საჯარო კერძო პარტნიორობის ინსტრუმენტი შემოთავაზებული ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამით, რომელიც გულისხმობს მერიის მხრიდან საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, კომუნიკაციების მოწესრიგებას, პროექტების მომზადებას და ასე შემდეგ, ხოლო ინვესტორის მხრიდან კონკრეტული ინვესტიციის განხორციელებას მშენებლობებში, დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებში და პროგრამებში. ჩვენ ხელშეუწყობთ ასევე იმას, რომ წლების განმავლობაში გაჩერებული კოოპერატიული ბინამშენებლობები, რომლის ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხა ვერც ჩვენმა წინა ხელისუფალმა და ვერც იმის წინა ხელისუფალმა. ჩვენ უკვე მზად გვაქვს კონკრეტული ინსტრუმენტები, თუ ნახევრად აშენებული კოოპერატიული ბინამშენებლობები როგორ ვაქციოთ რეალურ პროექტებად, ამაში ჩავდებთ ჩვენ სახელმწიფო ინვესტიციას, რათა ერთის მხრივ მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულება დავფაროთ და მეორეს მხრივ ხელი შეუწყოთ დასაქმებას. ჩვენ გვექნება ასევე მუნიციპალური გადამზადების პროგრამები, რაც გულისხმობს ისეთ სპეციალობების მიხედვით მოქალაქეების გადამზადებას, რომლებიც მოთხოვნადია ბაზარზე ყველაზე მეტად და ისეთი ადამიანების გადამზადებას, რომელთაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა გადამზადდნენ და ჯამში ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში 50,000-ზე მეტ ადამიანს დავასაქმებთ. დიდი მადლობა ბატონ დავით და შემდეგი ვინც უპასუხებს პირველ შეკითხვას იქნება ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ბატონო დიმიტრი, მე შემიძლია გაგიმეოროთ შეკითხვა თუ გსურთ. მე შემიძლია გავცე პასუხი მაშინ დავიწყოთ უკვე თქვენ 3 წუთი გაქვთ ამის ჩამოყალიბებული. მე მინდა გითხრათ, რომ დასაქმების პროგრამის უზრუნველსაყოფად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ხორციელდებოდეს გამჭვირვალედ.
ამავე დროს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზა ასევე უნდა უწყობდეს ხელს პრაქტიკული დასაქმების კონკრეტული საკითხების ხორცშესხმას. მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არარსებობას, რამაც ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნა დასაქმების თვალსაზრისით. და მე ვფიქრობ, რომ მონოპოლიების მოსპობა ასევე უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც საბაზისოდ უნდა შეუქმნას სწორი სარჩული საფუძველი დასაქმების პროცესის განხორციელებას. ამავე დროს მე ვფიქრობ, რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით უნდა შეიქმნას სტაბილური გარემო და საგადასახადო პოლიტიკა უნდა იქნეს გადახედილი, რათა დასაქმების უზრუნველყოფი საინვესტიციო, ასე ვთქვათ, პროექტები ამუშავდეს სწორი მიმართულებით. ამავე დროს მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას მუნიციპალური საწარმოები. ისეთი მუნიციპალური საწარმოები, მათ შორის, რომელიც დღეს არის ინვესტორის ხელში, მაგალითად City Parks გულისხმობ. ეს არის საინვესტიციო პროექტი, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ შეიძლება ბევრმა არ იცის მოსახლეობაში, არის გრიფით საიდუმლო და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ის პოზიტიური პირობა, რომლითაც ინვესტორი შემოდის ბაზარზე. თუ ჩვენ პარკირების სერვისების სამსახურს დაუქვემდებარებთ მუნიციპალური საწარმოს ამოქმედებას, ამ შემთხვევაში დაახლოებით 8000 სამუშაო ადგილით მეც მივიღებთ და ეს არის სწორად დათვლილი და სწორად გადაწყვეტილი საკითხი, სწორედ იმ თანხის ოდენობის პროპორციული, რასაც City Park-ი მოგების სახით ღებულობს ყოველწლიურად. ასევე მე ვფიქრობ, რომ თბილისის წყალი, როგორც ინფრასტრუქტურა, უნდა დაექვემდებაროს თბილისის მერიას. მარეგულირებელი ორგანიზაცია, რომელიც განაგებს რეგულაციის სფეროს თბილისის წყალთან დაკავშირებით, უნდა იცოდეს საზოგადოება, რომ თითოეული წევრი ამ მარეგულირებელი ორგანიზაციისა წელიწადში იღებს 200,000 ლარზე მეტ შემოსავალს. ეს არის სწორედ ის გამოსათავისუფლებელი თანხები, რომელმაც შემდგომში დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური საწარმოების განვითარების დონეზე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არამართლზომიერი ხარჯვის კონტექსტში, მაგალითად თბილისის მერიაში შექმნილია ვებგვერდის დაფინანსების ფონდი 1 მილიონი ლარის ოდენობით. ეს არის ყოვლა წარმოუდგენელი ის, რაც ზურგში ურტყავს სწორედ თბილისში დასაქმების პროგრამის განხორციელებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად გამოცხადებული კოაბიტაციის დასრულებისა, დღესაც თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები იყოფენ თბილისის ბიუჯეტს მათთვის შრომის ანაზღაურების მუხლის გაზრდის თვალსაზრისით. და დღეს, მათ შემდეგ რაც ეს თანხები გაიზარდა 64%-ით, დამატებით საგზაო ინფრასტრუქტურიდან ამოკლებული თანხების შედეგად მათ დამატებით გადაინაწილეს 2 მილიონი ლარი. მადლობთ ბატონ დიმიტრი, შემდეგი იქნება ბატონი ნიკა მელია, რომელიც უპასუხებს ჩვენს პირველ შეკითხვას. ბატონი ნიკა, გსურთ გაგიმეოროთ შეკითხვა და დაიწყეთ. მაშინ 3 მინუტი გაქვთ დაიწყეთ. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, დღეს კვლავაც რჩება უმთავრესი პრობლემა, რის წინაშეც თბილისელები არიან, ეს არის დასაქმება. ამ ხრივ წინსვლა სამწუხაროდ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ნამდვილად არ გვაქვს, პრობლემები უფრო და უფრო ღრმავდება და სამწუხაროდ რეალური ფაქტი არის ის, რომ ახალი ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა აღმოჩნდა აბსოლუტურად უნარო, სამწუხაროდ ვამბობ, აბსოლუტურად უნიათო და არაკომპეტენტური, რომ გადაიდგას შემთხვევი ნაბიჯები. სამუშაო ადგილები არათუ არ იქნება დამატებითი, არამედ სამწუხაროდ მცირდება და ეს არის ფაქტი და ამას ვერ გავექცევით. ამიტომ ეკონომიკა არის ძალიან რთულ ვითარებაში, ჭირდება გაჯანსაღება და მძიმე კრიზისიდან გამოყვანა. ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რასაც ვაპირებთ გამარჯვებისთანავე განვახორციელოთ საქართველოში და არა მხოლოდ თბილისში. კერძოდ, უნდა შემცირდეს გადასახადები, მათ შორის საშემოსავლო გადასახადები 5%-ით, რომელიც ბიზნეს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესს მიცემს შვებას და ბიზნესის მოგეხსენებათ ბუნებრივი ინსტინქტია, რომ იგი ორიენტირებულია გაფართოებაზე. რაც უფრო მეტი თანხა რჩება ბიზნესს, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს ხნის ის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავათავისუფლოთ საწვავი. 25 თეთრით გავაიაფოთ, გავათავისუფლოთ აქციზური გადასახადისაგან, რაც გამოიწვევს ერთის მხრივ მოსახლეობისათვის შემცირებას საწვავზე ფასისა და ბიზნესისათვის თელ რიგ სიკეთეს მოიტანს. მაგალითად შეამცირებს საწარმოო ხარჯებს. ჩვენ ხშირად ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან, კი მაგრამ ამ ცვლილებით ხომ თანხა 180 მილიონის ოდენობით არ შევა
ბიუჯეტში, ანუ მთავრობას დააკრება 180 მილიონი. მაგრამ მე ვეკითხები თბილისელებს, რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალურად შევიდეს ბიუჯეტში 180 მილიონის ოდენობით თანხა და მოხმარდეს ცენტრალური ხელისუფლების ბიუროკრატიული აპარატის გაბერვას, დანიშნონ ბევრი სამმართველოს უფროსი, ბევრი დეპარტამენტის უფროსი, თუ დარჩეს ბიზნეს თანხა, რომლის რეინვესტირებას მოახდენენ და ეს ბიზნესი შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამცვლების განხორციელება იმ ფონზე, როდესაც 138 მილიონი ლარი უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში დაიხარჯა პრემიების გაცემაზე. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ 180 მილიონი არ არის ის თანხა, რომელიც მძიმედ დააწვება რეალურად ცენტრალურ ბიუჯეტს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ თავად შექმნას სამუშაო ადგილები იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, რომელიც ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელდაცვით არის გაჩერებული. კერძოდ, გულისხმობ შემოვლითი რკინიგზის პროექტს, სადაც 6000 ადამიანი იყო სხვადასხვა დროს დასაქმებული და მისი განახლების პირობებში დამატებით ათასობით ადამიანი დასახლდება. დიდუბე დიღმის დამაკავშირებელი ხიდი, სადაც ასევე ასობით ადამიანი დასახლებოდა. ეს ის პროექტებია, რომელიც უმუშევრობის პრობლემას გარკვეულწილად, გარკვეულ მოცემულ პერიოდში ხსნის და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები განხორციელდეს. დიდი მადლობა ბატონო ნიკა, დიდი მადლობა ყველას. თქვენ უპასუხებთ პირველ შეკითხვას. ეხლა მე უკვე შემიძლია დავსვა მეორე შეკითხვა, რომელსაც რიგითობის მიხედვით განსაზღვრული უკვე მესამე კანდიდატი, ანუ დიმიტრი ლორთქიფანიძე უპასუხებს. ბატონო დიმიტრი, ყურადღებით მომისმინეთ, 3 წუთი გაქვთ თქვენს პასუხისათვის. როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა? როგორ დაეხმარებით სოციალურად დაუცველ ფენებს, რა ზომებს მიიღებთ მათი პირობების გასაუმჯობესებლად და რა ახალ პროგრამებს შესთავაზებთ მათ? ასევე არსებული ბიუჯეტის ფარგლებში როგორ განახორციელებთ თქვენს დანაპირებებს? დაიწყეთ 3 წუთი გაქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი იხარჯებოდეს ყველაზე უფრო დაუცველ ფენებზე. აქვე მინდა ანალოგიურად გამოვხატო ჩემი უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური რეგულაციების დონეზე, საპარლამენტო რეგულაციების დონეზე დღემდე ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში, რომელშიც მრავალშვილიანი სტატუსი კანონით არ არის განსაზღვრული. არავითარი სტატუსი არ აქვს მარტოხელა დედას და როდესაც მარტოხელა სოციალურად დაუცველი დედების პრობლემას ჩვენ ვაწყდებით, გნებავთ მრავალშვილიანების და გნებავთ ზოგადად სოციალურად დაუცველების, საჭიროა რომ საკანონმდებლო რეგულაციები მკაფიოდ საზღვრავდეს მათ მიმართ იმ პრეფერენციებს და იმ პრიორიტეტებს, რასაც სახელმწიფო და თვითმმართველობა ამ შემთხვევაში უნდა გამოხატავდეს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს რომ ამ მიმართულებით გადავდგათ ძალიან სერიოზული ნაბიჯები და შევქმნათ მაგალითად სახელმწიფო არამომგებიანი 50 მილიონიანი ფონდი თანადაფინანსების, რომელიც მრავალშვილიანებს და ამავე დროს უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს თანადაფინანსების პირობებში კომერციული ღირებულების 1/3 ოდენობით მოახდინოს თანადაფინანსება და მათთვის საცხოვრებელი ბინების შეძენა. ამავე დროს ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევას, რაც არის თვითმმართველობის წინაშე, კერძოდ ის ფაქტი, რომ დღემდე არც ერთი სოციალური თავშესაფარი თბილისის მერიას 800 მილიონი 750 მილიონიანი უпростоრად ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც დღესდღეობით არსებობს, არ აუშენებია, არც ერთი პირობა არ შესრულებულა ამ მიმართულებით, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით და უსახლკაროთათვის, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველნი, რა თქმა უნდა და არიან ქუჩაში დარჩენილნი კარვების ამარად, ვპირდებით რომ აუშენებთ სოციალურ საცხოვრისებს. ამავე დროს ჩვენ კაცრად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერზე მივმართოთ ცენტრალურ ხელისუფლებას ოპონირების რეჟიმში, ვინაიდან სოციალური დაცვის ის სისტემა, რომელიც მოქმედებს ცენტრალური ასე ვთქვათ ხელისუფლების მხრიდან, უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი ხელისუფლის დამოკიდებულებას და ვინ თუ არა თბილისის მერმა იცის თუ როგორ უჭირს მის მოსახლეობას, სად რა არის ჩასადები, სად რა არის დასახარჯი და რა კონკრეტული ასე ვთქვათ მიმართულებები არის ამ შემთხვევაში უფრო პრიორიტეტული. სოციალურად დაუცველი ადამიანების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიმართ თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელის დამოკიდებულება. მიუხედავად ყბადაღებული კონფერენციებისა, უამრავი დაპირებებისა, დღემდე არ არის ადაპტირებული გარემო შექმნილი მათთვის. და შესაბამისად პირველი ჯგუფის ინვალიდები პრაქტიკულად უძლურნი არიან დამოუკიდებლად გადაადგილდნენ თბილისის მასშტაბით. და ჩვენ
თქვენ დრო ამოიწურა ბატონ დიმიტრი, შემდეგ შეკითხვაზე უკვე შეგიძლიათ ან ბოლოს შემაჯამებელ სიტყვაზე შეგიძლიათ დაასრულოთ თქვენი სათქმელი. დიდი მადლობა თქვენ. ბატონ ნიკა იქნება შემდეგი, ვინც ამ შეკითხვას უპასუხებს. ბატონ ნიკა, როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა, როგორ დაეხმარებით სოციალურად დაუცველ ფენას, რა ზომებს მიიღებთ მათი პირობების გასაუმჯობესებლად, რა ახალ პროგრამებს შესთავაზებთ მათ და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში როგორ განახორციელებთ თქვენს დაპირებებს. 3 წუთი გაქვთ დაიწყეთ. უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა, სოციალური ფონის გაუმჯობესება კვლავ გადის დასაქმების პრობლემაზე. უმუშევრობა, როდესაც ქვეყანაში იზრდება, შესაბამისად პარალელურ რეჟიმში უფრო მეტი სოციალურ დაუცველი გყავს, უფრო მეტი მოწყვლადი საზოგადოების ჯგუფი გიჩნდება შენ საზოგადოებაში. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დასაქმების თვალსაზრისით, გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, რაც ავტომატურ რეჟიმს გამოიწვევს სოციალურ დაუცველთა ფენის შემცირებას. მაგრამ უკვე არსებულ სოციალურად შეჭრებულ საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ მთელ რიგ პროგრამებს. კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. თქვენ იცით, რომ დღეს ვიდრე საუბრობთ 12 საზოგადოებრივი ჯგუფისთვის მოქმედებს შეღავათიანი ტრანსპორტის სისტემა. მაგრამ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ეს მოქმედებს, გადავწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ უფასო გზავრობის სისტემა დავნერგოთ, კერძოდ, ყველა პენსიონერი, ყველა სტუდენტი, ყველა პედაგოგი, ყველა სოციალურ დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანხმდელ პირებთან ერთად, ყველა ვეტერანი, მათი ოჯახის წევრებთან ერთად შეძლებენ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსსა და მეტროში უფასო გადაადგილებას, რაც დამეთანხმებით ალბათ იქნება სერიოზული შეხედება მათთვის, იქნება წყარო მათი თანხის დაზოგვისა და თითოეული დაზოგილი ლარი მათთვის იქნება გამომუშავებული ლარის ტოლფასი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვახორციელოთ უფრო ფართოდ ის მიზნობრივი პროგრამები, რომელიც გვაქვს დღეს მერიაში. გულისხმობ მედიკამენტებისა და ოპერაციული დახმარების აღმოჩენას. თქვენ იცით, რომ 200 მილიონის ფარგლებში ჩვენ ყოველწლიურად ეხმარებით დაუცველ ყველაზე უპოვარ საზოგადოებრივ ჯგუფებს. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საწყენია, რომ 2 წლის თავზე დედაქალაქში გაჩნდა მოთხოვნა კიდევ უფრო მზარდი უფასო უმწევრთა სასადილოებზე. 6,000 ადამიანი, 6,000 თბილისელი უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არის მოლოდინის რეჟიმში, რომ მიიღოს სერვისი და გახდეს ბენეფიციარი უფასო უმწევრთა სასადილოში. და ძალიან სამწუხაროა, რომ მე როგორც მერს არჩევის შემთხვევაში მომიწევს ქალაქში დამატებითი სასადილოების გახსნას, რათა უზრუნველყო მათი პირველადი მომსახურეობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვეტერანი, რომელიც დღეს სარგებლობს სამარშრუტო ტაქსებით, განახევრებული ფასებით, მათთვის აბსოლუტურად გახდეს უფასო სამარშრუტო ტაქსში მგზავრობა. ვინმე ვფიქრობ, ვეტერანთა საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელიც გაცილებით მეტ პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მოხდეს ბიუჯეტის დაგეგმა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განახორციელოთ ის პროექტები, რომელიც არის შეჩერებული. ვინაიდან პროექტების განხორციელება ავტომატურ რეჟიმში გულისხმობს ნაკლებ სოციალურ დაუცველს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩემი მიზანი, ჩვენ გვაქვს მშობლი გეგმა და ამას განვახორციელებთ გამარჯვებისთანავე უახლოეს თვეებში. დიდი მადლობა ბატონ ნიკა. შემდეგი ვინც უპასუხებს ჩვენს მეორე შეკითხვას იქნება დავით ნარმანია, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი. თქვენს გაგიმეორეთ ბატონო დავით, რომ დისკრიმინაციაში არ ჩამომერთვას. როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა, როგორ დაეხმარებით სოციალურად დაუცველ ფენებს, რა ზომებს მიიღებთ მათი პირობების გასაუმჯობესებლად, რა ახალ პროგრამებს შესთავაზებთ მათ და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში როგორ განახორციელებთ თქვენს დანაპირებს. 3 წუთი გაქვთ. ჩვენი უმთავრესი ამოცანა საზოგადოება თითეული ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჯანმრთელი და სოციალურად უზრუნველყოფილი. ამ მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული ჩამონათვალი მიზნობრივი პროგრამებისა, რომელიც ჩვენი მმართველობის პირობებში დაფინანსდება და განხორციელდება. შევიმუშავეთ კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რა კატეგორიის ადამიანებს შეეხებათ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები. გავაკეთეთ გაანგარიშებები და ჯამში მომდევნო 4 წლის განმავლობაში 800 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე. უფრო ზუსტი თუ იქნები 840 მილიონი ლარი დაიხარჯება. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საზრუნავი ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიზნით ჩვენ გვექნება მრავალშვილიან ოჯახებზე ყოველი ახალშობილის გაჩენის შემთხვევაში 500 ლარიანი დახმარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ მესამე შვილის
გაჩენის, ანუ სამშვილიანი ოჯახი ჩვენი მმართველობის პირობებში მიიღებს 800 ლარს, 4 შვილიანი 1000 ლარს, 5 და მეტი შვილის შემთხვევაში მიიღებენ 1500 ლარს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთყოფი ადამიანების კომუნალური გადასახადების თანადაფინანსება. ნაცვლად დღეს არსებული 250 ლარიანი თანადაფინანსებისა ჩვენი მმართველობის პირობებში თანადაფინანსება ვაუჩერებისა გაორმაგდება და წლის განმავლობაში ისინი მიიღებენ 500 ლარიან ვაუჩერს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს სასწრაფო გამოძახების ოპერატიულობაა. აქედან გამომდინარე ჩვენ სასწრაფო დახმარების სამსახურის რეორგანიზაციას გავაკეთებთ და გავზრდით მის ოპერატიულობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცალკეული კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ეს არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთყოფი ადამიანები ისევ და ისევ, სრულად გავანთავისუფლოთ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებისგან და ამას აუცილებლად გავაკეთებთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება უფასო. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯანდაცვის კუთხით უპრეცედენტო რეფორმა დაიწყო 2013 წელს და ჯანმრთელობის დაზღვევა გახდა საყოველთაო. ბევრმა ადამიანმა, ვისაც წლების განმავლობაში არ შეეძლო ესარგებლა ოპერაციებით, მედიკამენტების დაფინანსებით და ასე შემდეგ, დღეს ეს შეუძლია. მაგრამ არის ცალკეული დამატებითი საჭიროებები, რომლებსაც ჩვენ მუნიციპალური პროგრამებით შევავსებთ, ამიტომ ჩვენ გვექნება ცალკეული მედიკამენტების თანადაფინანსებით, ცალკეული ოპერაციების, ცალკეული გამოკვლევების თანადაფინანსების პრობლემა, რათა სოციალურად დაუცველი ადამიანები, პენსიონერები და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ამდაგვარ მხარდაჭერას, იქნენ მხარდაჭერილი. აქ საუბარი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთყოფ ადამიანებზე, საუბარი იყო იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ. ზუსტად ჩემი მინისტრობის პერიოდში გავაკეთეთ დადგენილება, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და არის ძალიან ბევრი საინტერესო რეგულაცია და ვალდებულებები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ და დასრულდა თქვენი დრო ბატონ დავით, დიდი მადლობა ყველას, თქვენ უპასუხეთ უკვე 2 შეკითხვას და ახლა რიგით მესამე შეკითხვა, რომელსაც ამ შემთხვევაში რიგითობის მიხედვით უკვე პირველი ნიკა მელია უპასუხებს. ბატონ ნიკა, ჩვენი მესამე შეკითხვა შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურებს, კერძოდ კი გზებს, ასევე ტრანსპორტს და მე გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ თქვენ ასევე 3 წუთი გაქვთ ამ შეკითხვაზე პასუხისთვისაც. თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ქალაქში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, კონკრეტულად გზის საფარის მოწესრიგებას, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვას, ავტომობილებისთვის სადგომების უზრუნველყოფას, ქვეითად მოსიარულეებისათვის და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გადაადგილების ხელშეწყობას. 3 წუთი გაქვთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ძალისხმევა დაეთმობა ჩვენი მხრიდან და პროგრამაც ზუსტად აგებულია, პროგრამის 30% ამ მიმართულების კუთხით. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ დადგა დრო, როდესაც თბილისში ფეხით მოსიარულე ადამიანმა უფრო პრიორიტეტულ მოქალაქედ იგრძნოს თავი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 75% მოქალაქე დღეს ჩვენ ქალაქში გადაადგილდება ფეხით, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათ შორის. მნიშვნელოვანია მათ შეუქმნათ შესაბამისი კომფორტი. კერძოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, წელსვე უნდა მოხერხდეს და შევიძინოთ 100 ავტობუსი, რომელიც დაემატება არსებულ ავტობუსთა რაოდენობას, რომელიც განტვირთავს ერთი მხრივ იმ რთულ პრობლემას, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქალაქი, ვინაიდან ვერ მოხერხდა ამ ავტობუსების შეძენა თვეების წინ საკრებულოს, ასე ვთქვათ, უხეში ჩარევიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში წელს აშენდეს 4 დაიწყოს მშენებლობა 4 თანამედროვე ევროპული სტანდარტების ავტოსადგომისა. 2 მათ შორის იქნება მიწის ზედა ავტოსადგომი და 2 იქნება მიწის ქვეშ ავტოსადგომი. ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ განიტვირთება არა მხოლოდ ფეხით სასიარულო და სასეირნო სივრცეები, სადაც სამწუხაროდ დღეს ჩვენ ხედავთ მანქანებს, ისაც ადამიანი უნდა დადიოდეს. არამედ გზის სავალი ნაწილიც განეტვირთება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვერანაირად ვერ უწოდეთ დღეს ჩვენ კიდევ თანამედროვე ქალაქს. ჩვენ ქალაქს თუ არ იქნება ეს ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე რაც ვახსენე, კიდე გავმეორდები, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გაიაფება არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდე გავმეორდები, ყველა სტუდენტი, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი, პედაგოგი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ისარგებლებენ აბსოლუტურად უფასო მგზავრობით მუნიციპალურ ტრანსპორტში, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი თბილისელი ნაცვლად 50 თეთრისა. დღეს გადაიხდის გამარჯვების შემთხვევაში 20 თეთრს. ეს არის ის, რაც აუცილებლად გაკეთდება და მნიშვნელოვანია
მნიშვნელოვანია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც შეჩერდა, კერძოდ შემოვლითი რკინიზე, რომელიც უკვე ვახსენე, კერძოდ დიდუბე დიღმის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც სამწუხაროდ შეჩერდა და ახალი პროექტები, რომელიც ჩვენ გვაქვს ესტაკადების სახით. მაგალითად, მნიშვნელოვანია, რომ დარჩება მალე დავიწყოთ მშენებლობა ესტაკადის თამარაშვილის გამზირზე, სადაც რეალურად ეს საჭიროება უკვე დგას. მნიშვნელოვანია ვაშლიჟვის ჩამოსახვებთან, სადაც მოძრაობა გრძელდება დავით აღმაშენებლის ხევნისაკენ. მოხერხდეს შუქნიშნის გარეშე უწყვეტ რეჟიმში. ორდონიანი მოძრაობა იქნება. ეს არის ის პროექტები, რომელიც დღეს თუ არ განახორციელებთ, აუცილებლად გუშინ განხორციელებული პროექტები წყალში გადაყრილი იქნება. დიდი პრობლემის წინაშე დგას საცობების თვალსაზრისით, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული არის იმ პროექტების შეჩერებით, რომელიც შეჩერდა სამწუხაროდ ჩვენი არ მინდა ვიყო უხეში უნიათო და არაკომპეტენტური ხელისუფლების მიერ და ჩვენ ვაპირებთ ეს პრობლემები ერთის მხრივ გამოვასწოროთ, განახორციელოთ შეჩერებული და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები დავამატოთ, ვინაიდან ქალაქი ამის საჭიროების წინაშე უკვე ძალიან მწვავედ დგას. მადლობთ ბატონი ნიკა. დავით ნარმანია იქნება შემდეგი, ვინც მის მესამე შეკითხვას უპასუხებს. ბატონ დავით, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ახლა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პროგრამებზე, კერძოდ კი გულისხმობთ გზის საფარის მოწესრიგებას, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვას, ავტომობილებისათვის სადგომების უზრუნველყოფას, ქვეითად მოსიარულეებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მოძრაობის უფრო გამარტივებას. როგორია თქვენი პასუხი? 3 წუთი გაქვთ დაიწყეთ. ძალიან კარგია ის, რომ ჩემმა წინა გამოსვლმა პრაქტიკულად აღიარა ის შეცდომები და ის გაუკეთებელი საქმეები, რომელიც მათი 9 წლიანი მმართველობის პირობებში დედაქალაქში იყო. მე როგორც ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრმა ძალიან კარგად ვიცი, როგორ მოვაწესრიგო დედაქალაქში ინფრასტრუქტურა, ვინაიდან საქართველოს რეგიონებში ძალიან ბევრი ღირებული, მოცულობითი და პრაქტიკული პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ხარისხიანი და უსაფრთხო საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნა. გზებზე ძალიან ბევრია დედაქალაქში საცობები. საცობების დიდი ნაწილი გამოწვეულია ავტოსატრანსპორტო ნაკადების არასწორი განაწილების შედეგად. ჩვენ პირველ რიგში ჩავატარებთ ფუნდამენტურ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოვიკვლევთ ნაკადებს, გამოვიკვლევთ მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მარშრუტებზე, მიმართულებებზე და ამაზე ავაგებთ მომდევნო წლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თუმცა ის, რაც ვიცით, რომ აუცილებლად გასაკეთებელია, ეს არის 10 მზა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩვენ შემუშავებული გვაქვს და რომელიც განხორციელებასაც ჩვენ ნაწილობრივ წელს დავიწყებთ, მათი მეორე ნაწილის განხორციელებას მომდევნო წელს დავიწყებთ. კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული კომპანია City Park-თან და მე დიმიტრის ვეთანხმები ამ თვალსაზრისით. ჩვენ რევიზიას მოვახდენთ აუცილებლად ხელშეკრულების და შეუსრულებელ ვალდებულებებს აუცილებლად მოვთხოვთ ამ კომპანიას. გავასაჯაროებთ იმ გრიფით საიდუმლო მოლქს, რომელიც ერთ-ერთი ნაწილია ამ ხელშეკრულებისა და სხვათა შორის მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგები ნორმალური ხელშეკრულების არსებობის პირობებში სწორედ კომპანია City Park-ს უნდა გაეკეთებინა და არა დედაქალაქის თვითმმართველობას. ამიტომ ჩვენ ვიზრუნებთ და ვიმუშავებთ როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკირების სისტემის განვითარებაზე. ტროტუარები და გზები, სადაც დღეს პარკირების ადგილებია, უნდა გამტვირთოთ, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ავტომობილით მოსარგებლე ადამიანებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პარკირების გარკვეული ნაწილი არის ტროტუარებზე, სადაც ავტომობილები დგანან და ჩახერგილია ერთი სავალი ზოლი. ამიტომ მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების სისტემის მშენებლობის შემთხვევაში დამატებითი ზოლი აუცილებლად იქნება გამოყენებული მოძრაობისთვის და საცობებისგან განიტვირთება ქალაქის ესა თუ ის უბნები. გარდა ამისა, ჩვენ მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემას გადავაწყობთ სხვანაირად. ძალიან ბევრი ისეთი უბანია დღეს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრაქტიკულად არ დადის, განსაკუთრებით დედაქალაქს შემოერთებულ დასახლებებს ეხება. ან თუ დადის, ძალიან იშვიათად და მოთხოვნა ინტენსივობაზე უფრო მაღალია. ამ თვალსაზრისითაც ძალიან აქტიურად ვიზრუნებთ. განვაახლებთ ავტოპარკს, ოღონდ არა მოძველებული ავტობუსების ხარჯზე, არამედ უფრო თანამედროვე ავტობუსების ხარჯზე, რომლის ნაწილიც იქნება ჰიბრიდული, იქნება ალტერნატიული საწვავის მომხმარებელი, ვინაიდან დედაქალაქში ძალიან მწვავე ეკოლოგიური პრობლემა და ამითაც არის გამოწვეული, ამიტომ ამ თვალსაზრისით ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც მოვახდენთ და თითეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, როგორც ეს ჩვენს მიერ მთავრობაზე დამტკიცებული წესიდან გამომდინარეობს და სავალდებულოა. მადლობთ ბატონო დავით. ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძე უპასუხებს უკვე მესამე შეკითხვას. ბატონ დიმიტრი, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პრობლემების მოგვარებაზე უნდა
ვისაუბროთ და გავხსნათ პასუხი გზის საფარის მოწესრიგებას როგორ აპირებთ დედაქალაქში, ასევე ავტომობილებისათვის სადგომების უზრუნველყოფას, ქვეითად მოსიარულეებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის მოძრაობის უფრო მეტად გამარტივება. 3 წუთი გაქვთ თქვენც და დაიწყეთ. დიდი მადლობა. პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ ეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად უნდა მხედველობაში მივიღოთ ის გარემოება, რომ თბილისს არ გააჩნია ურბანული განვითარების გენერალური გეგმა. ამავე დროს თბილისს არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი რაიმე დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ კანონი თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელობას ამას აკისრებდა. შესაბამისად, ეფექტურად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მაგალითად გზის მოწესრიგებასთან არის კავშირში, სკვერების მოწესრიგებასთან არის კავშირში, არის პარკირების როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა სერვისების მოწყობასთან კავშირში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ურბანული დაგეგმარების გეგმასთან არის მიმართებით და შესაბამისად მე ვგეგმავ, რომ ორ საფეხუროვანი გადაწყვეტილების მიღების სისტემა შევქმნა. ეს იქნება მაღალი ლეგიტიმაციის საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება არქიტექტორებით, ურბანისტებით, ხელოვნებათმცოდნეებითა და ეკოლოგებით, რომლებიც მიიღებენ კონკრეტული ურბანული უჯრედისთვის კონკრეტულ გადაწყვეტილებას და ეს ამავე დროს პარალელურ რეჟიმში აი ამ ურბანულ უჯრედში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეთანხმდება შესაბამისი პლებისციტით და პლებისციტის გამოკითხვის შედეგები, როდესაც მოვა სულ თანხვედრაში საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, აი ამას მოაწერს სწორედ მომავალი მერი ხელს. და ამ შემთხვევაში თუ კი ვიქენი არჩეული ამ თანამდებობაზე, პირადად მოვაწერ ხელს. მე ვფიქრობ, რომ კონკრეტული პრობლემები, რომელიც აწუხებს თბილისს, ამ 2 თვის განმავლობაში ჩემთვის უკვე კონკრეტულად გახდა ცნობილი. მაგალითად, მე მინდა შევთავაზო ჩემს ქალაქს, რომ ორდონიანი მოძრაობა აღდგეს კეკელიძის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირის შემაერთებელ მონაკვეთში, აუცილებლად აღდგეს ფილარმონიის სამკუთხედში ორმხრივი მოძრაობა, ვინაიდან კათეტები ამ სამკუთხედისა 700-700-500 მეტრი ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის თითოეულ მძღოლს ყოველდღიური გადაადგილების პროცესში. ასევე ვფიქრობ, რომ მიუხედავად კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლისა, რაც აღმოჩნდა ბარათაშვილის ქუჩაზე, შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განვითარდეს ორმხრივი მოძრაობა და აღდგეს პუშკინის ქუჩის მიმართულებით ბარათაშვილის ხიდზე ის მოძრაობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საკვანძო რგოლს წარმოადგენს ჩვენი დღევანდელი მფლობელებისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ ვახუშტის ხიდის გაგრძელება უნდა განხორციელდეს, ეს არის 80-იანი წლების პროექტი და საბურთალო შესაძლებელია პირდაპირ უწყვეტი მოძრაობის მაგისტრალური ხაზით დაუკავშირდეს თბილისის ზღვას და იქ განთავსებულ ახალ ურბანულ ქსოვილს. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც შემდგომში შეიძლება განხორციელდეს და ერთ-ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვგეგმავთ შევქმნათ თბილისისთვის city. დაუნთაუნი, ანუ ბიზნეს ცენტრისთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც ძალიან საპატიო ადგილს დაიკავებს ნაძალადევის რაიონში, სწორედ ეს მინდა შევთავაზო თბილისი პანორამის ფლობელებს. დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი. თქვენ უკვე უპასუხეთ 3 შეკითხვას და ახლა მე დავსვავ მეოთხე შეკითხვას, რომელიც ეხება დედაქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას და მის გაუმჯობესებას და ამჯერად პირველი მოპასუხე იქნება წილისყრით განსაზღვრული რიგით მეორე მონაწილე დებატების და ეს არის დავით ნარმანია. ბატონ დავით, მისმინეთ თქვენ ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად ასევე გაქვთ 3 წუთი. როგორია თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თქვენ ხედვა, რა ზომებს გაატარებთ რეკრეაციული ზონების შენარჩუნება განვითარებისათვის და როგორ გადაწყვეტ დაუსრულებელი და უკანონო მშენებლობების პრობლემას. დაიწყეთ 3 წუთი გაქვთ. პირველ რიგში მნიშვნელოვანია თქვა ერთი ძალიან საინტერესო ციფრი. 2011 წელს ჩატარდა საერთაშორისო კომპანია Mercedes მიერ კვლევა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში საცხოვრებლად კომფორტული გარემოს არსებობის თვალსაზრისით 223 დედაქალაქიდან თბილისი 191 ადგილს იკავებს. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აქ ეკოლოგიურ პრობლემებს უჭერავს. ძალიან მძიმეა ეკოლოგიური მდგომარეობა დედაქალაქში. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს რამდენიმე კომპლექსური ხედვა და მიმართულება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში ამ თვალსაზრისით წესრიგი უნდა დავამყაროთ. პირველ რიგში ჩვენი მმართველობის პირობებში დედაქალაქს ექნება თავისი განაშენიანების და განვითარების გენერალური გეგმა. გენერალური გეგმის მიხედვით ცალკე გამოიყოფა დედაქალაქისთვის რეკრეაციული და გამწვანების ზონები. ის ზონები, სადაც ჯერ კიდევ შემოგჩა წინა ხელისუფლების მიერ გაუჩეხავი ხეები, რა თქმა უნდა, წითელ ზოლებში მოვაქცევთ და
დამატებით გავამწვანებთ რეკრეაციულ ზონებს. გარდა ამისა, ცალკე დამატებით გამოვყოფთ ტერიტორიებს განსაკუთრებით დედაქალაქ შემოერთებულ დასახლებებში, იმისათვის რომ ის 1 მილიონიანი ხის დარგვის პროექტი, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, რეალობად ვაქცევთ. ეს მართლაც რეალური პროექტია და დაახლოებით 300 ჰექტარი დაგვჭირდება დამატებით იმისათვის, რომ დედაქალაქს სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, ეგრეთ წოდებული დედაქალაქის ფილტრები დაუბრუნოთ, ანუ დაუბრუნოთ მწვანე ზონა. გაკეთდება 3 ქარსაცავის ზოლი, რომელიც აუცილებელია. ეს იქნება ნუცუბიძის პლატოს ტერიტორიაზე, ეს იქნება დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს იქნება აეროპორტის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია და აუცილებელია ის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით არა მხოლოდ მწვანე საფარის მოწესრიგების სამუშები, არამედ სხვა ღონისძიებებიც გავატაროთ. დედაქალაქის განტვირთვა საცობებისგან, რომლის პროგრამაც ჩვენ გვაქვს, ასევე უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ტექნიკური დათვალიერების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ასევე მოწესრიგდება მამდე გამონაბოლქვთან დაკავშირებული მიმართულებები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მდინარე მტკვრის რეკრეაციულ ზონად გამოცხადების კონკრეტული პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც მე მქონდა რამდენიმე დღის წინ. მდინარე მტკვარი გასუფთავდება, მოწესრიგდება და მტკვრის სანაპიროებზე ასევე დამატებით რეკრეაციული ზონები და ტერიტორიები გაჩნდება. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სწორედ დედაქალაქში არსებული რთული ეკოლოგიური მდგომარეობა შევამციროთ. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ ძალიან აქტიურად იმაზე, რომ ნაწილი, ასე ვთქვათ, კორპუსებისა, რომლებიც მომავალში აშენდება, აუცილებლად ცენტრალური გათბობის სისტემით იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება მოქმედ და მიმდინარე მშენებლობებს, აუცილებლად ყველა პროექტი იქნება დეტალურად გაანალიზებული და გადახედილი და თუ კი სადმე დანაშაულის ნიშნები იქნება, გადაეგზავნება რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოებს. ჩვენ იქ სადაც შესაძლებელი იქნება ინვესტორს ჩაუნაცვლებ ტერიტორიებს, რათა მწვანე საფარის გაჩეხვის ხარჯზე არ მოხდეს მშენებლობა. დიდი მადლობა ბატონ დავით, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვიპასუხებს ახლა უკვე ბოლო შეკითხვაზე, როგორია თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თქვენეული ხედვა, რა ზომებს გაატარებთ რეკრეაციული ზონების შენარჩუნება განვითარებისთვის და როგორ გადაწყვეტ დაუსრულებელი და უკანონო მშენებლობების პრობლემას და ბედს. დაიწყეთ 3 წუთი. დიდი მადლობა. რეკრეაციული ზონების შენარჩუნების და განვითარების საკითხი არის პირდაპირ კავშირში თბილისის ურბანული განვითარების გენერალური გეგმის შედგენასთან. სწორედ ამ გეგმის არარსებობა მისცა ნაციონალურ მოძრაობას თავის დროზე შესაძლებლობა, რომ ესარგებლა იმ მნიშვნელოვანი ადგილებით დაწყებული დენდროლოგიური პარკით და დასრულებული ბოტანიკური ბაღით და ფაქტიურად მათ არ დატოვეს თვითმმართველობის დონეზე სკვერები, პარკები, სარეკრეაციო ადგილები, სადაც არ მიითვისეს ეს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, კომერციული ღირებულების თვალსაზრისით ადგილები და არ წარმოიწყეს მშენებლობების სრულად უსისტემოდ, რის გამოც ძალიან ბევრი ქუჩა, მათ შორის თბილისის ცენტრალურ რაიონებში, ვაკეში, ვერაზე უბრალოდ, ასე ვთქვათ, გაუმტარი გახდა ავტოტრანსპორტისა. მინდა გითხრათ, რომ საჰაერო აუზი დამაბინძურებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის სწორედ ავტოპარკი. 900,000 ავტომობილი არის რეგისტრირებული თბილისში და მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მომავალ წელს ემზადება ტექნიკური დათვალიერების თვალსაზრისით მოიწვიოს გერმანული კომპანია TÜV, რომლის წინაშე დგომ საკითხთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება კატალიზატორების სისტემის დანერგვა ავტომანქანებისთვის, რაც არის ძალიან ძვირი სერვისი და სიამოვნება. მე მაქვს უკვე გეგმაში, რომ მეცნიერების განვითარების კონკრეტული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში თბილისის საქართველოს ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო ბაზაზე შემუშავდეს კატალიზატორის ეროვნული წარმოების შესაძლებლობა, რაც წინასწარი ინფორმაციით სავსებით რეალისტურია და ამ შემთხვევაში კატალიზატორის ღირებულება 4-ჯერ, 5-ჯერ უფრო იაფი იქნება, ვიდრე იმპორტირებულისა ევროპის კონტინენტიდან. შესაბამისად, თბილისის მერია უფლებამოსილი იქნება, რომ მოახდინოს ვაუჩერიზაცია აღნიშნული თანხისა, რაც 80-დან 120 ლარის ფარგლებში უნდა ჩაეტიოს და არც ერთი მძღოლისთვის ეს არ იქნება მტკივნეული ტვირთი. პირიქით, ეს იქნება ნამდვილად შესაბამისი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება იმ პირდაპირ პროპორციული ძალიან მავნე ზეგავლენისა, რაც ონკოჰემატოლოგიურ დაავადებებს იწვევს, მათ შორის ჩვენს მოზარდებში. მილიონი ხი ახსენა ბატონმა დავითმა და
თქვენ წარმოიდგინეთ ეს რეალისტური ხდება. გამომდინარე იქიდან რომ თაწმინდის პარკიდან წყნეთის ჩათვლით ბოლომდე ხმება შავი ფიჭვი, ენდემური ჯიში, რომელიც კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული და ალბათ ჩვენ ძალიან მალე მოგვიწევს მეგაპროექტის განხორციელება იმისთვის რომ თუ კი ეს პტომა განხორციელდა ბოლომდე, ასე თქვა, ჩვენ ჩავანაცვლოთ ეს სცენარეები მაღალტენიანი, ასე თქვა, ტენის მომთხოვნ სცენარეებით. ამავე დროს მინდა გითხრათ რომ მტკვარს შეეხო ბატონი დავითი და მტკვართან დაკავშირებით მინდა მემორანდუმი გავაფორმო ბაქოს მერიასთან, ვინაიდან გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო მტკვრის სასმელი წყალი, რომელიც ბაქოში სამწუხაროდ თქვენი ხმა აღარ ისმის ბატონ დიმიტრი, დიდი მადლობა. არა უშავს, თქვენ გექნებათ კიდევ დრო იმისათვის რომ სათქმელი დაასრულოთ და ნიკა მელიას რიგია. ახლა მას აქვს 3 წუთი იმისთვის რომ უპასუხოს ამ შეკითხვას. ბატონ ნიკა, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას როგორ აპირებთ, როგორ ხედავთ, რა ზომების გატარებას აპირებთ რეკრეაციული ზონების განვითარება შენარჩუნებისთვის და როგორ გადაწყვეტ დაუსრულებელი და უკანონო მშენებლობის პრობლემას დაიწყოთ. დიახ, ვიდრე უშუალოდ თქვენ კითხვაზე გავცემ პასუხს, არ შემიძლია ბატონ არმანიას არ გამოეხმაურო, სადაც მან სიხარულით აიწესა თითქოს ჩემი კონკურენტი აღიარებს იმ შეცდომებს, რომელიც უკავშირდებოდა ფეხით მოსიარულეზე ორიენტირებულ პოლიტიკას. კი ბატონო დავით, მე თქვენზე განსხვავებით ნამდვილად არ ვერიდები გაკრიტიკებას ჩემი მეგობრების, წინაპირისუბლების წარმომადგენლებს, თუმცა აქვე მინდა დავაზუსტო, რომ ეს არის განსხვავებული სხვა ეტაპი, სადაც სხვა საჭიროებები დგას თბილისელების წინაშე. წინა წლებში აბსოლუტურად სხვა გამოწვევები იყო და ამის წინაშე იდგა ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლები, ასაშენებელი იყო გვირაბები, ესტაკადები, გზები, აბსოლუტურად არც ერთ სადარბაზოში შუქი არ ინთო, არც ერთ სკვერში არ იყო განათება და ეს მას შემდეგ რაც გაკეთდა, ეხლა გადავდივართ მეორე ეტაპზე და დიახ, ეხლა არის 75% ჩვენი მოსახლეობის პრიორიტეტული, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტით და ფეხით, ასე ვთქვათ, გადაადგილდება ხშირად. რაც შეეხება უშუალოდ თქვენ კითხვას, მინდა გიპასუხოთ, რომ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ეკოლოგიური თვალსაზრისით პროექტები, რომელიც უნდა განახორციელოთ და განსხვავებით სხვა ჩემი ოპონენტებისგან, ჩვენი პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ დაგეგმილი და დამუშავებული პროექტებითა მეტიც განხორციელებული უბრალოდ. მაგალითად, თემქაზე ჩვენ გავახორციელებთ პროექტი პილოტური, რომელიც უკვე მოქმედებს და კონკრეტული ოჯახები ამ კონკრეტული სიკეთით სარგებლობენ. რამაც გამოიწვია 30%. ეს არის ბზის ენერგიისა და გაზმომარაგების ერთობლივი სისტემა, ეგრეთ წოდებული ჰელიოს სისტემა, რომელმაც კონკრეტული სიკეთე მიცა ოჯახებს 30%. ზამთარში ხარჯი მცირდება ცხელწყალზესა და გათბობაზე, ხოლო ზაფხულში არის აბსოლუტურად უფასო. ეს არის ის პროექტი, რომელშიც გამოყოფილი იქნება წელს 50 მილიონი და უნდა განზოგადდეს თანადაფინანსების ინსტიტუტი, თქვენ იცით მოქმედებს მერიაში, სადაც მოსახლეობა და გამგეობა ერთობლივად ახორციელებენ პროექტს და მე დარწმუნებული ვარ 5-6 წლის თავზე არ იქნება არც ერთი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც არ ისარგებლებს მსგავსი, ასე ვთქვათ, თანამედროვე სისტემით. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონებს, დიახ, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, დიახ, რა თქმა უნდა, იყო გადასტომები, მაგრამ არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის, თუ რა იყო მანამდე. არ არსებობდა არც ერთი სკვერი, არ არსებობდა არც ერთი პარკი. დღეს ჩვენ გვაქვს რეალურად 250-მდე კეთილმოწყობილი სკვერი, 11 პარკი, რომელიც არც ერთი მათგანი არ იყო წინა წლებში. 2009 წლიდან ხშირად ჩვენი ოპონენტები საუბრობენ. გამწვანების სამსახურო, მხოლოდ გაჩეხა 2000 ხე, დაირგო 70,000 ახალი ნერგი და ის ხეები, რომელიც გაიჩეხა კერძო მესაკუთრეების მოთხოვნის საფუძველზე. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი ნებისმიერ მშენებლობაზე, ნებისმიერ სარეკრეაციო ზონაში და ძალიან უხერხულია იმ კანდიდატისგან საუბარი, ასე ვთქვათ, ლანდშაფტურ და რეკრეაციულ ზონებზე, როდესაც ჯერ არ იყო ნორმალურად გაცხადებული პანორამა თბილისის პროექტი, რომელმაც სიხარულით ბატონ არმანიას გულისხმობ დაუჭირა მხარი, რომელიც გულისხმობს სოლოლაკის ქედის მოჭრას და რომელ გენერალურ გეგმაზეა საუბარი, რომელიც არ არსებობს ჯერ იმ სახით, როგორც უნდა არსებობდეს და ორივე ხელი აწია და დასრულდა თქვენი დრო და მიკროფონი გაგეთიშათ ბატონიკა, ასე რომ აღარ ესმის უკვე მაყურებელს თქვენი ხმა. ყველას დიდი მადლობა იმისთვის, რომ უპასუხეთ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს და იმ შეკითხვებს, რომელიც აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად აინტერესებს მაყურებელს და თქვენს ამომრჩეველს. ეხლა კი თქვენ გაქვთ შანსი თითო კითხვა დაუსვათ ერთმანეთს. ამისთვის თქვენ გექნებათ 1 წუთი კითხვის დასასმელად, ხოლო კითხვაზე პასუხის გასაცემად კი გექნებათ 2 წუთი. და პირველი, ვინცაც აქვს აი ეს შესაძლებლობა, რომ კითხვა დაუსვას თავის ოპონენტს, ეს იქნება რიგით მესამე კანდიდატი, ანუ ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ბატონ დიმიტრი, გისმენთ, ვის გსურთ რომ დაუსვათ შეკითხვა, დაიწყეთ.
მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩემი ოპონენტები არიან ერთი დიდი ერთსისტემური მართვის ორი პარტიით წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო კანდიდატები და მინდა ორივეს დაუსვა ერთი და იგივე შეკითხვა. ერთ-ერთი უნდა ამოვარჩიოთ. მათ უწიან, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონიდან გამომდინარე თვითმმართველობის გადასაწყვეტია იმ ნებართვის გაცემა ან იმ შესაბამისი ადგილის განსაზღვრა, რომლითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს ამ უფლების გამოხატვა ნებისმიერი სოციალური ჯგუფის მიერ, თუ კი მათ სურთ გამართონ ესეთი შეკრება ან მანიფესტაცია. როგორი იქნება მათი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ კი LGBT აქტივისტები გადაწყვეტენ მონაწილეობა მიიღონ მანიფესტაციაში თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ამ თხოვნით მათ მიმართავენ და როგორ წარმოუდგენიათ მათი გადაწყვეტილება, როგორც თბილისის მომავალ მერებს გასცემენ თუ არა შესაბამის ნებართვას, ან როგორ მოიქცევიან ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი. თუმცა ერთ-ერთი უნდა ამოარჩიოთ, ვისაც გსურთ, იმიტომ რომ ერთ-ერთმა უნდა გიპასუხოთ აუცილებლად და შესაბამისად დიახ, ბატონ დავით ნარმანიასთან გადავიდეთ ჯერ ამ შეკითხვით და შესაბამისად ბატონ ნიკამელიასთანაც ამ შეკითხვით გადავალ მომავალში. ბატონ დავით, გისმენთ. კარგია, მისასალმებელია, რომ ბატონი დიმიტრი აღიარებს, რომ დავით არმანია იქნება დედაქალაქის მომავალი მერი, ეს მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ამ კითხვაზე ჩემგან იქნება კონკრეტული პასუხი. მე ვაღიარებ ნებისმიერი ადამიანის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, რაც საერთაშორისო ნორმებით არის აღიარებული ერთის მხრივ, მეორეს მხრივ 17 მაისი, როცა ესეთი ღონისძიება ტრადიციულად იმართება ხოლმე, არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ეს არის ოჯახის სიმტკიცის დღე, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გაუსვა ხაზი და აქედან გამომდინარე ოჯახის სიმტკიცის დღე და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩემთვის როგორც ქალაქის მერისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მადლობთ, დაასრულეთ ხომ უკვე პასუხი. დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი, დიდი მადლობა ბატონ დავით და შემდეგი იქნება ნიკა მელია, რომელსაც შეუძლია რომ თავის ოპონენტს რომელიმეს დაუსვას შეკითხვა. თუ გაქვთ ბატონ ნიკა კითხვა, 1 წუთი გაქვთ იმისთვის რომ გააჟღეროთ. რა თქმა უნდა, მაქვს, ახლა ბატონ არმანიას დაუსვამთ კითხვას, მაგრამ წინააღმდეგ პარტში რამდენი კითხვას დაუსვია, ვერსეზე პასუხი ან არ გამცა, ან ვერ გამცა. აქედან გამომდინარე, თუ მზად არის პასუხის გასაცემად, ეხლა დავსვამ, გაცემთ პასუხს ბატონ დავით კითხვაზე. კითხვას მისვამს? კარგი, ბატონ დავით უსვამ კითხვას, ბატონ დავით ნარმანიას. რამდენად სწორად მიგაჩნიათ იმ ფონზე, როდესაც 700 მილიონით გაიღო ბიუჯეტი. იმ ფონზე, როდესაც თქვენმა ხელისუფლებამ აიღო ძვირი კრედიტი 1,6 მილიონი ლარის ოდენობით. იმ ფონზე, როდესაც სოციალურ დაუცველებს მოეხსნა ათასობით სტატუსი. იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი ეს ხდება და ეკონომიკა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, თქვენმა ხელისუფლებამ მაღალ ჩინოსნება პრემიის სახით დაირიგა 136 მილიონი ლარი შარშან წლის განმავლობაში და წლის ბოლოს რამდენიმე მაღალმა ჩინოსანმა 35,000 ლარიანი პრემიები დაირიგა საახალწლოდ. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს და თუ არ მიგაჩნიათ, იქნება აგვიხსნათ, რატომ არ მიგაჩნიათ სწორედ. ეს არის სიცრუის ტირაჟირება. ერთი წუთით დაველოდოთ წამწამს ბატონ დავით, შეგიძლიათ ახლა დაიწყოთ პასუხის. ვეღარ ვიცხენ, როცა სიცრუის ტირაჟირებაზეა საუბარი, ეს არის სიცრუის ტირაჟირება. პრემიებს კონკრეტული თანამდებობის პირები არ იღებდნენ მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ეძლეოდათ ხელფასი და ხელფასზე დანამატი, მათ შორის მინისტრებს, რომელიც მთავრობის განკარგულებით იყო გადაწყვეტილი და ნაცვლად წინა ხელისუფლების პირობებში არსებული ქაოსისა გარკვეულ ჩარჩოებში და რეგულაციებში მოექცა შრომის ანაზღაურების და დანამატების სისტემა. იქ სადაც საუბარია ბიუჯეტთან დაკავშირებულ საუბარზე, იქ როცა საუბარია პრემიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მე ხაზს გაუსვამდი თქვენი ხელისუფლების პირობებში მაღალ ჩინოსნების პრეზიდენტიდან დაწყებული, დედაქალაქის მერით დამთავრებული და ალბათ უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკების მიერ ბიუჯეტიდან სხვადასხვა მიზნით, მათ შორის პირადი გართობის, სხვადასხვა სანახაობების, პირადი კეთილდღეობის ამაღლების მიზნით დახარჯულ 100,000-ობით ლარს, მათ შორის არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ოჯახის წევრებზე, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ დედაქალაქის ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, ძალიან გთხოვთ, რომ დაუკვირდეთ იმას, რას ამბობთ, კარგად გაანალიზოთ ის, თუ რა ხდებოდა თქვენი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, მათ შორის რა ხდებოდა კონკრეტულ კომპანიებთან მიმართებაში ინტერესების თვალსაზრისით, კონკრეტული კომპანიების, ასე ვთქვათ, ლობირების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, რაზეც უამრავი მასალა არსებობს. დიდი მადლობა ბატონ დავით. ბატონ ნიკა.
მიიღეთ პასუხი მე მგონი კითხვაზე. ნამდვილად ვერ მივიღე, მაშინ შეიძლება ერთი წამით რაღაცა ვთქვა? არა, შეგვიძლია კითხვა-პასუხის დროს მე ვთხოვ აუცილებლად რეჟისორებს რომ ყველას ჩაურთეთ ხოლმე მიკროფონი რომ გქონდეთ შესაძლებლობა ერთმანეთს დღეს თქვენ გაგერღვათ ბიუჯეტის 700 მილიონით. დღეს თქვენ აიღეთ ვალი 1.6 მილიონის ოდენობით. და აი ამის ფონზე გაზრდილ ხელფასებზე ზევიდან 138 მილიონი ლარი პრემიები გამოიწერეთ. მე კითხეთ, მორალურად სწორად მიგაჩნიათ თუ არა? წინა ხელისუფლების პირობებში შეშტომები რო იყო და გადასტომები ეს ჩვენ ყველა კარგად ვიცით თქვენზე კარგად ვიცით ამიტომ თქვენ ისაუბრეთ თქვენი ხელისუფლების პირობებში სადაც საქმის მონაცემები 27000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. ეხლა მიეცით საშუალება დააკონკრეტოს და შემდეგ უკვე კითხვის დასმის დრო. გადაცდომებზე იყო საუბარი, მოყვა რეაგირება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ხოლო თქვენი ხელისუფლების პირობებში, როცა ბიუჯეტზე და კრედიტებზე ამბობთ, 2008 წლის გაზაფხულზე, როცა ამბობდით, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ყვაოდა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები აიღეთ. თქვენ ომისთვის ემზადებოდით გაზაფხულზე? ომისთვის ემზადებოდით? გაზაფხულზე ხო ომი მოხდარი არ იყო? ომი მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მაშინ რატო აიღეთ 500 მილიონი? ეს პრაქტიკულად არის გასტუმრებული დღეს. ემზადებოდით. ჩვენ უმჯობესია ვილაპარაკოთ. კარგი, ამას ბატონებო, ბატონ დავით, მე სხვა პასუხი არ მაინტერესებს, უბრალოდ ერთს დავამატებ, რომ ამ 500 მილიონი დოლარის ვალის მომსახურება დამატებით 465 მილიონი დოლარი უჯდება ჩვენ სახელმწიფოს. ანუ ჯამში აღებული 500 მილიონი დოლარი, რომელიც არ ვიცით რაში დაიხარჯა, 1 მილიარდი გვიჯდება. კარგი, გასაგებია ბატონიკა, თქვენი ხმა უკვე აღარ ისმის, ასე რომ უღარ ლაპარაკობთ. ბატონ დავით, ეხლა თქვენი რიგია, თქვენ შეგიძლიათ უკვე თქვენთვის საინტერესო ოპონენტს, რომელსაც გსურთ დაუსვათ შეკითხვა, თუ გაქვთ რა თქმა უნდა ასეთი შეკითხვა, 1 წუთი გაქვთ. რა თქმა უნდა, მაქვს და მე კითხვა ბატონ ნიკასთან მეკდება, გთხოვ დაასახელოთ 3 ყველაზე მთავარი პრობლემა, ხარვეზი გადაცდომა, რომელიც თქვენი ხელისუფლების მერის მიერ ან დედაქალაქის მთავრობის მიერ იქნა დაშვებული. თქვენ ხო ამბობთ, რომ აღიარებთ, ამიტომ არა, მე არა, საზოგადოებას აინტერესებს და მათ შორის მეც. 1 წუთით კითხვა დაასრულებთ. 3 მთავარი გადაცდომა და 3 მთავარი ბატონ ნიკა, დავასრულებინოთ კითხვა, ბატონ დავით. 3 მთავარი გადაცდომა, 3 მთავარი ხარვეზი, ბნებავთ გადაცდომა, რაც იქნა დაშვებული ამ 9 წლის განმავლობაში. კარგი, დიდი მადლობა, ნიკა, შეგიძლიათ დაიწყოთ. რაც დაუშვა დედაქალაქის მერმა ან დედაქალაქის მთავრობა. დედაქალაქის დონის. 2 წუთი გაქვთ. დიახ, მე პატივცემ რა თქმა უნდა ჩემს ოპონენტს, მერობის კანდიდატს, ასევე ერთ-ერთს და პირველ რიგში რა თქმა უნდა მოსახლეობას და განსხვავებით თქვენსგან ბატონ დავით, მე აუცილებლად გავცემ ამ კითხვაზე პასუხს. რა თქმა უნდა, იყო გადაცდომები იმ უამრავი წარმატების კვალდაკვალ. ეხლა პირველ რიგში, რაც თვალშისაცემი იყო, ჩემისაც იყო ეს კომუნიკაციის დონე, პრაქტიკულად ან არ არსებობდა უკანასკნელ წლებში, ან იყო ძალიან დაბალი პროფესიულ ჯგუფებთან მიმართებაში. რამაც რა თქმა უნდა დათული სამსახური გაუწია დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობას, მაგრამ ამას მე ვსაუბრობ იმ უამრავი წარმატებების კვალდაკვალ. ასევე მე ვფიქრობ ძველი თბილისის არეალში, რომ სადაც მე მუშაობდი როგორც გამგებელი და ამავე დროს ვარ ასე თქვათ იმ რაიონის მაცხოვრებელი, დაუშვებად მიმაჩნია ნებისმიერი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა. იქ სადაც არის დაბალი განაშენიანება, ნამდვილად უნდა იყოს დაბალი განაშენიანება და არავითარ შემთხვევაში მაღალი განაშენიანება დასაშვები არ არის. ეს ის არის, რაც რეალურად გადიოდა არქიტექტურის სამსახურის გზით. არ შეიძლება არქიტექტურის სამსახურმა დაამტკიცოს ნებისმიერი პროექტი, რომელიც შევა დასამტკიცებლად. ეს იყო ნამდვილად ასე ვთქვათ პრობლემა და მთავარი პრობლემა, რაც ჩემის აზრით წინა თუკი მერზე მესაუბრებით, არის ის, რომ იგი იყო რეალურად ორ სამსახურში და ეს ხელს რეალურად უშლიდა, ერთდროულად იგი იკავებდა დედაქალაქის მერის თანამდებობას და ამავე დროს იყო პოლიტიკური გაერთიანების თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა ეს დროის თვალსაზრისითაც ძალიან დიდ რესურსს მოითხოვდა, რომ არა ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო წარმატებული მერი იქნებოდა და ბევრად უფრო მეტი გაკეთებოდა, თუმცა მე საუბრობ იმ უამრავი წარმატებების კვალდაკვალ, რომელსაც ჩვენ ხედავთ რეალურად ქალაქ თბილისში.
გასაგებია, დიდი მადლობა დაასრულა შეკითხვა. დაგაკმაყოფილებლად თუ არა პასუხმა ბატონ დავით მოკლედ მითხარით და შევაკითხები უბრალოდ ხაზგაუსვამ იმას, რომ საზოგადოებამ გაცილებით უფრო მეტი და სხვა პრობლემები იცის, რაც დედაქალაქის ხელისუფლებაში სიტყვები, სადაც ისაუბრებთ თქვენ საბოლოო სიტყვებზე, თქვენ საბოლოო გამოსვლებს შეაჯამებთ უკვე. ეხლა მე თავდება უკვე ჩემი დებატები და მე მაქვს დღეს უფლება, რომ თქვენ თქვენგანს დაუსვა თითო შეკითხვა და თქვენ პასუხის გასაცემად გექნებათ ასევე 2 წუთი, აქაც განსაზღვრულია სხვათა შორის ეს წამზომით და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ მოახერხებთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ შემთხვევაში ვერა თითო შეკითხვა იყო განსაზღვრული. ამ შემთხვევაში ბატონი ნიკა იქნება პირველი, ვინც გასცემს ჩემს შეკითხვას პასუხს. ბატონი ნიკა, მე გისმენდით თქვენ ძალიან ყურადღებით და რამდენიმე კითხვა მოვნიშნე, რომლის დასმაც თქვენთვის მინდოდა, თუმცა ვინაიდან ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დასაწყისში, როდესაც კითხვა სვავდა, აღნიშნა, რომ ორივე ოპონენტისთვის სურდა ის კითხვა, რომელიც მან გააჟღერა ამაზე პასუხის მიღება, შესაბამისად მე მინდა რომ სწორედ ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი. ანუ თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში გასცემთ თუ არა უფლებას ისეთ აქციებზე, რომელზეც საუბრობდა ბატონი დიმიტრი. პირველ რიგში გეტყვით, რომ ზუსტად არ მახსოვს რა იგულისხმება როგორი ტიპის შეხვედრები და მანიფესტაცია, მაგრამ რამდენადაც მე გავიგე გავს ნებართვას მერი არ გასცემს, არ არის უფლებამოსილი რომ გასცეს ეს ნებართვა და მე ვფიქრობ ბატონო დიმიტრი უმჯობესია მართლაც ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის და პოპულისტური, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ დიდი ბოდიშის მოხდით, ასე ვთქვათ, კითხვებით თავი არ დავამახსოვროთ, როგორც თქვენ, არც ერთად ჩვენთაგანმა მოსახლეობას, რომელიც ახლა ჩვენ გვისმენს და ვისაუბროთ საგნობრივად იმ პრობლემების ირგვლივ, რომელიც ჩვენს ქალაქში მაცხოვრებელ მოქალაქეებს აწუხებთ. დიდი მადლობა. მე უბრალოდ პატარა ჩაკითხვა შეიძლება ბატონ დავითს იგივე კითხვას დაუბრუნდეს. კითხვას ვეღარ დასვამ, მე მაინტერესებს ფაქტი, უბრალოდ რეზიუმესავით, იგივე კითხვა რომ დამესვა მე ბატონ დავითისთვის, რამდენად გამცემდა პასუხს იგივე პრემიერ-მინისტრთა მიმართებაში, ან თუნდაც მისი ჩრდილოვანი მმართველის მიმართებაში რამდენად შესაძლებლობა და შეგეძლო დაგესვათ ეგ კითხვა, ეხლა უკვე აღარ გაქვს ამის შესაძლებლობა, ბატონ ნიკა, კარგით. ბატონ დავით ნარმანიას. თუნებას მომცემთ. რეპლიკით არ გისაგებია. ჩემს მიერ დასმული კითხვის შემდგომ, მას შემდგომ რაც პასუხი მივიღე ბატონ დავით ნარმანიასგან, განმარტეთ ინსტრუქცია, რომელიც დამატებით გვაძლევდა რეპლიკით სარგებლობის უფლებას. და მე მინდა გამოვეხმაურო აღტაცებულ ტონს ბატონ დავით ნარმანიასი, რომელმაც ჩათვალა, რომ მისი მისამართით გადასული შეკითხვა ნიშნავს იმას, რომ მე მას ვაღიარებ მერობის, ასე ვთქვათ, ღირსეულ კანდიდატად. მე უბრალოდ მინდა მას შევახსენო, რომ ნამდვილად გამიჩნდებოდა სურვილი ყოფილიყო ბატონ დავითი წარმოდგენილი, თქვათ, ჩემს გუნდში როგორც კარგი ეკონომისტი, რჩევლის სახით, მაგრამ მას შემდეგ რაც მან პასუხი გასცა კითხვას იმგვარად, რომ რეალურად ჩვენ კონკრეტული პასუხი მისგან არ მიგვიღია და რატომღაც პირობითი რეფლექსია ხოლმე 17 მაისი, როდესაც ჩვენ ვახსენებთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს. კიდევ გექნება თქვენ დრო. ერთი რეპლიკა ეს უკვე მეტია ვიდრე ერთი რეპლიკა. აღქმიდან გამომდინარე ამ ასე ვთქვათ მოქმედებაზეც ვამბობ. კარგით, მადლობთ. და ახლა ბატონ დავითს მინდა უკვე მე შეკითხვა დაუსვა. ბატონ დავით, როგორ აპირებთ ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას? თქვენ ძალიან ბევრ დაპირებაზე ისაუბრებთ თითოეულმა თქვენგანმა, თუმცა მე უფრო კონკრეტულად მაინტერესებს სწორედ აი ეს საკითხი. ქალაქის იერსახის შენარჩუნება და ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, ახალი მშენებლობის პარალელურად, მით უფრო მაშინ, როდესაც თქვენი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილმა ერთ-ერთმა პროექტმა საკმაოდ დიდი ასთა სხვადასხვაობა და ვნებათაღელვა გამოიწვია. გთხოვთ დაიწყოთ 2 წუთი გაქვთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ პანორამა თბილისი არ ყოფილა ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტი, თუ ამას გულისხმობთ. რაც შეეხება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ჩვენი პროგრამის პირველი თავი სწორედ ამით იწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დედაქალაქის ისტორიულ
ნაწილში რეაბილიტაცია განვახორციელოთ მისი ავთენტურობის დაცვით, ანუ კულტურული და ისტორიული ღირებულების და ფასეულობების დაცვით. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში ინვენტარიზაციას ჩავატარებთ და დავდებთ განვითარების გეგმას, რომლის შემდეგაც საჯარო კერძო პარტნიორობის ინსტრუმენტს გამოვიყენებთ. აქ ჩვენ ვეყნობით ფრანკფურტის გამოცდილებას, ვეყნობით პრაღის, ამსტერდამის გამოცდილებას, სადაც ქალაქის ისტორიული ნაწილის განახლება ღირებულების შენარჩუნებით სწორედ წარმატებულად განხორციელდა ნაცვლად ძველი თბილისის ახალი სიცოცხლისა, რომელიც ასე ვთქვათ დაიწყო ძალიან დიდი ზარზეებით, მაგრამ მან შემდგომ განვითარება ვერ პოვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული გაქრა დედაქალაქის განვითარების ამ ფონდიდან. ჩვენთვის შემოთავაზებული არის საჯარო კერძო პარტნიორობის ინსტრუმენტი, სადაც დედაქალაქის მერია ჩაატარებს კვლევას, ჩაატარებს მოამზადებს განვითარების გეგმას და კონკრეტულ პროექტებს და ამას დააფინანსებს ბიუჯეტიდან, იზრუნებს საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, კომუნიკაციების მიყვანაზე, იერსახის შენარჩუნებაზე, ხოლო კონკრეტულ პროექტებს განსახორციელებლად გადასცემს კერძო სექტორს, ანუ ინტერესთა გამოხატვის გზით მოიზიდავს კერძო კომპანიებს, რომლებიც ჩადებენ ინვესტიციას მის განხორციელებაში კონკრეტული კომერციული ინტერესების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვაცხადებთ საჯარო კონკურსებს იმ დაინტერესებული ქართული და უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან რეაბილიტაციაში ჩადონ ინვესტიციები. მადლობთ ბატონ დავით, იმისთვის რომ გაეცით ჩემ შეკითხვას პასუხი და დიმიტრი ლორთქიფანიძესთან მექნება ახლა მე შეკითხვა. ბატონ დიმიტრი, მე მაინტერესებს რამდენად საკმარისი იქნება აი ბიუჯეტში გათვალისწინებული ყველა ის თანხები, ყველა იმ დაპირების შესასრულებლად, რომელზეც თქვენ ვრცლად ისაუბრეთ მთელი აი ამ ხნის განმავლობაში და დღევანდელ ეთერში და თქვენ ასევე ისაუბრეთ დამატებითი სახსრების მოზიდვაზე და ახსენეთ თანადაფინანსების ფონდი. ძალიან საინტერესო იქნება თუ დამიკონკრეტებთ რა თანხებით როგორ შეივსება აი ეს თანადაფინანსების ფონდი. ძალიან კარგი შეკითხვაა და დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ შეკითხვისთვის. ამავე დროს შესაძლებლობა მეძლევა იმ საკითხებსაც დაუბრუნდე, რომელზეც ვერ ჩავეტიე დროში და ეს ეხებოდა სოციალურად დაუცველთა თემატიკას. მინდა გითხრათ პირველ რიგში, რომ თბილისის ბიუჯეტის ხარჯები არის შესამცირებელი და ბიუროკრატიული ხარჯები არის გასანახევრებელი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 800 მილიონიანი ბიუჯეტი რეალურად ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის პარტიული ინტერესების დაფინანსებას. ამ თვალსაზრისით იქმნებოდა დამატებითი სტრუქტურები, რის გაუქმებასაც მე აუცილებლად ვგეგმავ. მაგალითად, მე არ ვაპირებ ვმართო კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებული პროცესები თბილისის განვითარების ფონდით ან ძველი თბილისის რეკონსტრუქციის ფონდით, რომლის მესვეურების დღესაც პასუხისგებაში არიან მიცემული და მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმ წარე გამოცდილებისა, დღესაც დაფინანსება 35 მილიონი ლარით არის გაზრდილი ამ ფონდებზე. ასევე სახელმწიფო შეფასებები და მათი სამეთვალყურეო საბჭოები იქცა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური თანადობის პირთა და მათ შორის იმ პირთა, რომლებიც პარლამენტს მიღმა დარჩნენ დასაქმების ძალიან სერიოზულ წყაროდ. თუ გავითვალისწინებთ აი იმ ზემოთ ნათქვამს, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ვებგვერდის შენახვას ხმარდება 1 მილიონი ლარი თბილისის ბიუჯეტიდან. ეს ყოველდღიურად წარმოუდგენელი კორუფციული სქემაა. ასევე თუ გავითვალისწინებთ, რომ პერსონალური მანქანა ემსახურება ყველას და საყოფ საწვავის საშუალებები დამატებით ასეულობით 1000 ლარია. მაგალითად, საკრებულომ შეიძინა დამატებით 28 ახალი ავტომანქანა. მაგალითად, საკრებულომ ამოიღო სავალი გზის ინფრასტრუქტურული, ასე ვთქვათ, ხარჯებიდან 3 მილიონი ლარი და დამატებით გადაინაწილა ხელფასებისთვის. დაიმატა თბილისის ბიუჯეტიდან 64%-ით გაზარდა შრომის ანაზღაურების მუხლი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა აისახოს იმ გამოთავისუფლებულ ხარჯებში, რომლის დახმარებითაც სწორედ თანადაფინანსების 50 მილიონიანი ფონდის დაარსებას ვაპირებთ, რომელიც მოხმარდება მრავალშვილიანების და სოციალურად დაუცველი უსახლკაროების. კარგით, დრო ამოიწურა და შესაბამისად უკვე თქვენი ხმა აღარ ისმის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემ შეკითხვებს შეძლების დაგვარად თითოეულმა თქვენგან მოუპასუხა. ეხლა ჩვენი დებატები უკვე სრულდება, შესაბამისად დადგა დრო, როდესაც თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება შემაჯამებელი სიტყვით მიმართოს ამომრჩეველს, მოსახლეობას, მაყურებელს. ასევე თქვენ ამ შემთხვევაში 2 წუთი გაქვთ სწორედ იმისთვის, რომ თუ დაგჭათ რაიმე სათქმელი, დაამატოთ ეს თქვენი სათქმელი დაასრულოთ და პირველი, ვინც დაიწყებს შემაჯამებელ სიტყვას, იქნება ჩვენი კანდიდატი, რიგით მეორე მონაწილე დებატების და ეს არის ბატონი დავით ნარმანია. ბატონ დავით, დაიწყეთ, თქვენ გაქვთ 2 წუთი. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ 2012 წელს
ჩვენ თითეული ჩვენი თანამოქალაქის გვერდში დგომით შევცვალეთ ხელისუფლება და დავამარცხეთ ძალადობა. ქვეყანა დაადგა უპრეცედენტო რეფორმების და განვითარების გზას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა და ბევრი მიმდინარეობს. კერძოდ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 73 ახალი საწარმო გაიხსნა. გარდა ამისა 800,000-ზე მეტმა ფერმერმა ნახა კონკრეტული სარგებელი იმ უპრეცედენტო სოფლის მეურნეობის პროგრამით, რომლის ფარგლებშიც მათ დაუმუშავდათ მიწა, მიეცათ შხამქიმიკატები და სხვა დამხმარე საშუალებები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში 17 გაუქმების პირასმყოფი სპეციალობა დაფინანსდა სრულად ბიუჯეტიდან. 500,000-მდე მოსწავლე მიიღო აქამდე უფასო სახელმძღვანელოები. 46,000-მა მოსწავლე მისარგებლა სასკოლო ავტობუსის მომსახურებით. მილიარდზე მეტი ლარი ჩაიდო და დაიხარჯა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ამ წელიწადნახევრის განმავლობაში და ძალიან ბევრი სხვა თვალსაზრისით რეფორმები გატარდა. ამიტომაც ჩვენ თვითმმართველობის ახალი რეფორმა დავიწყეთ იმისათვის, რომ უფრო ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა გვყავდეს, უფრო მეტად იყოს საზოგადოება ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი გაიზარდოს და გაიზარდოს კონკრეტული ის მომსახურება, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომაც მე მოუწოდებ ჩვენ სამომრჩევლებს, რომ 15 ივნისს მოიქნებიან გულგრილები, მობრძანდნენ არჩევნებზე და მიიღონ მართლაც ისტორიულ არჩევანში მონაწილეობა. ეს არის არჩევანი, რომლის ფარგლებში თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა იყოთ თანამონაწილე ამ ისტორიული გადაწყვეტილებისა და აგვიკვეთოთ ის თუ რა გჭირდებათ ადგილებზე, რაც ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში უკვე ასახული გვაქვს და ქვეყანა და ადგილობრივი ხელისუფლება მართლაც დავაყენოთ და ჩავაყენოთ ხალხის სამსახურში. თქვენ ირჩევთ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ ადგილობრივ ხელისუფლებას, როცა ხარს უჭერთ კოალიცია ქართულ ოცნებას. დიდი მადლობა, პატრონ დავით. პატრონ დიმიტრი ლორთქიფანიძე, შემაჯამებელი სიტყვით 2 წუთი გაქვთ, დაიწყეთ. დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩემი ღრმა პატივისცემა ამორჩევლის მიმართ და არა მხოლოდ ჩემი ამორჩევლის მიმართ, თუმცა აქ წარმოდგენილი კანდიდატების ამორჩეველს მაინც მინდა შევახსენო ერთი რამ, რომ თქვენს წინაშე წარმოდგენილი კანდიდატები, ჩემი ოპონენტები, ერთის წარმოდგენი გახლავთ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სჩადიოდა დანაშაულ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ. ხოლო შემდგომი კანდიდატი გახლავთ წარმოადგენელი იმ ორგანიზაციისა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა იმ ერთადერთი პირობის შესრულების ვალდებულებით, რაც გულისხმობდა წინა დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას, სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენას, ეკონომიკის განვითარებას, სამეზობლო პოლიტიკის დალაგებას. სამწუხაროა და აქ ბატონმა დავითმა აღნიშნა 73 საწარმო გავაკეთეთო და 100 დაპირებულსაც შევასრულებთო. მე მახსენდება ბატონი პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ წარმოთქვა, რომ 74 საწარმო გავაკეთეთო. 74 საწარმოში დავასაქმეთ 700 ადამიანიო. რა გამოდის, რომ დანარჩენი საწარმოების გახსნის შედეგად დამატებით 300 ადამიანის დასაქმება, სულ 1000 ადამიანის დასაქმება არის 100 საწარმოს წინაშე არსებული ვალდებულება და პოზიტიური პირობა. მე პირველ რიგში მოგიწოდებთ, რომ პასუხი აგოთ თითოეულ იმ წინადადებაზე, რომელსაც დაპირების სახით ახორციელებთ საზოგადოების წინაშე. მე შემეძლო საერთოდ არ დამესვა ბატონი ნიკა მელიას მიმართ კითხვა, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რაზეც მე გესაუბრეთ, იმიტომ რომ მისი წარმომადგენელი არის სწორედ დამნაშავე ორგანიზაცია, რომლის დანაშაულებრივი კვალი დღესაც აქტიურად იკვეთება და შავ ზღვაში დახრჩობილ ადამიანთა სია ალბათ კიდევ გაიზრდება, ვინაიდან ის იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა მეთოდოლოგიას მიმართავდნენ ისინი ანგარიშწორების გზაზე. მოუწოდებ ჩემს ამომრჩეველს შემოხაზონ 3. მადლობთ ბატონ დიმიტრი და ნიკა მელია, შემაჯამებელი სიტყვით 2 წუთი. ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება ბატონ დავითს, დიახ, თქვენ აგირჩიეს ახალი ხელისუფლება აღფრთებელობაში 2012 წელს, მაგრამ თქვენ აგირჩიეს ხელისუფლებად, იმიტომ რომ გაგეგრძელებიათ ის კარგი, რაც არსებობდა წინა წლებში, მაგრამ არ გაგეგრძელებიათ ის მანკიერი, რაც არსებობდა წინა წლებში. თქვენ გააკეთეთ სრულიად საპირისპირო. ყველაფერი ის მანკიერი გააგრძელეთ, წარმატებით და კიდევ უფრო გააღრმავეთ და ყველაფერი ის კარგი აბსოლუტურად შეაჩერეთ. ეს არის ძალიან საწყენი, მათ შორის ჩემთვისაც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვისაც. რაც შეეხება ბატონ დიმიტრის, არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ თქვენ იძულებული ხდით უკვე მეორე დებატებში ზედიზედ შეგახსენოთ, რომ 2007 წელს, როდესაც რეალური საპროტესტო სამოქალაქო მუხტი იყო საზოგადოების რიგ, ასე ვთქვათ, ფენებში და ნაწილში. თქვენ იყავით სწორედ ის ადამიანი,
რომელმაც უღალატა თქვენს თანაგუნდელებს, უღალატეთ თქვენს ლიდერს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და თქვენი ლიდერი დღევანდელი ქალბატონ ნინო ბურჯანაძე ნაციონალური მოძრაობიდან ეწვია კარზე ბატონ პუტინს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არ არის მორალურად გამართებული თქვენი მხრიდან საუბარი, რომ არა თქვენ და რომ არა ის B5 ადამიანი და დიდი ხანი მახსოვს არ ყვებდნენ 3 დღე ეძებდნენ და არ ყვებდნენ ვინ იყო ეს B5 დეპუტატი, რომელიც შევიდა პარლამენტში მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე ყველა თქვენმა თანაგუნდელმა მანდატი დახია, თქვენ იყავით ის ადამიანი, ვინც შევიდა და ამით დათვრის სამსახური გაუწიეთ როგორც ნაციონალურ მოძრაობას და უღალატეთ თქვენს თანაგუნდელებს, თქვენს ლიდერს და მე ვფიქრობ, თქვენს ადგილზე ამ საკითხს საერთოდ არ წამოვწევთ. რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს, ეს არის არჩევნები, სადაც რეალურად უნდა გადაწყდეს ბედი მომდენო 3 წლის განმავლობაში თუ როგორი იქნება ჩვენი ქალაქი, რაც თავში აღვნიშნე. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან რაციონალური და პრაგმატული არჩევანი გავაკეთოთ. არ გვინდა ჩვენ ვიხილოთ ის შეჩერებული პროექტები, რომელსაც ხედავთ სხვა დანარჩენ რეგიონებში საქართველოში. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად ავირჩიოთ ის კანდიდატი პროგრამიდან გამომდინარე და უნარი და შესაძლებლობები შევისწავლოთ და ხათრის მიერ არ ავირჩიოთ პირადი ერთგულებისა და მორჩილების ნიშნით აღარ ავირჩიოთ არც ერთი არჩევითი თანამდებობის პირი. ეს იქნება ჩემი თქმა. ძალიან დიდი მადლობა. ამოიწურა თქვენი დრო, ჩვენ დებატების წესების მიხედვით განსაზღვრულ ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ, ასევე შემაჯამებელი სიტყვისთვის დროც გამოვიყენეთ. მე ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს თქვენი შემართებისთვის, ასეთი კონსტრუქციულობისთვის და მე ვთვლი, რომ აი ამ სახის დებატები პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, რომ თქვენც დამეთანხმებით ამაში. თქვენ ამ მომრჩევლისთვის ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებს უპასუხეთ დღეს. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ მომრჩეველი 15 ივნისს, ეს რა თქმა უნდა მათზეა უკვე დამოკიდებული. მე კი თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას და ასევე ყველა დანარჩენ სუბიექტს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. დებატები კი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მერობის კანდიდატებს შორის დასრულებულია. მადლობა ყველა მონაწილეს, ორგანიზატორებს, IFS-სა და USAID-ს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ჩვენს თანამშრომლებს, რომელთაც თავდაუზოგავად იშრომეს იმისთვის, რომ ეს დებატები გამართულიყო. მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ, ვინც ვერ ნახათ დღევანდელი დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი ამ გადაცემას ხვალ 10 ივნისს 13 საათსა და 30 წუთზე გაიმეორებს. თქვენ კი გაგვიზიარეთ შტაბ-ჭირლებები საზოგადოებრივი მაუწყებლის Facebook-ის გვერდსა და ვებგვერდზე 1tv.gr. დიდი მადლობა და იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი გადაცემა 15 ივნისს არჩევანის უკეთ გაკეთებაში დაგეხმარებათ. ნახვამდის.